და აქვს ესეთი ესე ვთქვათ გამოტანილი ვერდიქტი, რომ წარმატებულია ის, ვისაც აქვს ვთქვათ ბევრი ფული, ან რაღაც გააჩნია, გავლენა აქვს, ცოდნა აქვს და ასე შემდეგ. ვისაც ყველაფერი აქვს და ესეთებიც არიან, მაგრამ მე მინდა შეგახსენოთ ძვირფასებო, რომ ყველაფერი ამ წუთის ოფელში აქვს ეშმაკს. მინდა გაიხსენოთ ასევე, როდესაც ის იესოს მიმართავდა, უთხრა, რომ მე ყველაფერს მოგცემ, რასაც ხედავ. აბსოლუტურად. თუ შენ მეთაყვანები და თუ გააკეთებ იმას, რასაც მე შემოგთავაზებ. ეშმაკი ყოველთვის რაღაცის სანაცვლოდ გთავაზობს იმას, რაზეც ოცნებობ. ამენ. და მას შეუძლია ერთგვარად მოგცეს ეს დროებითი წარმატება, მინიმუმ, წელში გავიმართე კაცო, სული მოვიტყვი, ხო გაეგონიათ? და ფაქტიურად იმის ხარჯზე, რომ შენ კარგავ მარადისობას. გასმენთ? ტყუილ უბრალოდ ეშმაკი არაფერს არ მისცემს. აბსოლუტურად. ამიტომ ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ გონება, მეგობრებო, რომ ფიქრსაც კი დავუნებოთ თავი, როგორც უფალი მოგვიწოდებს. თვალთმაქცობის, ღალატის, ღირსების შელახვის ხარჯზე, ტყუილების და ქრთამის სანაცვლოდ ძალიან ბევრი აღწევს ამ დროებით წარმატებას და მინდა დავიწყოთ ესეთი საინტერესო ილუსტრაციით ვიფასებო, რომ რამდენად მნიშვნელოვანია თუ რის ფასად შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ეთქვა წარმატებას. ბევრია ესეთი. გესმენთ? აი პოზიცია, ვისაც რაღაც თანამდებობა უჭირავს. საიდუმლოება მრავალი ადამიანის წარმატების მიღმა დღეს უნდა შევწყვიტოთ. ამის გამო ადამიანები და მით უმეტეს ჩვენი ძალიან ანგაჟირებული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში ისე ღრმად არიან უკვე ერთგვარ ღალატში, რომ იძულებულიც არიან რომ გააგრძელონ. შეიძლება ძალიან ბევრს უკვე უნდა განთავისუფლება, მაგრამ ვეღარ ახერხებს. გამოჭერილი არის ხალხი. ღმერთის თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული წარმატებასთან დაკავშირებით ძვირფასებო. რადგან ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური და მატერიალური კუთხით. რომელი მაცივარია მაგალითად უფრო კარგი, რომელიც ძვირად ღირებულია, გამოტენილია სურსათ სანოვაგით, მაგრამ გადამწვარი თუ რომელიც თავის მოვალეობას, დანიშნულებას ასრულებს. რომელია უფრო კარგი მაცივარი? აი დაახლოებით ესე უყურებს ღმერთი ძვირფასებო წარმატებას. რა მნიშვნელობა აქვს, რა მაქვს, რა შემიძლია და რა ვიცი. ვაკმაყოფილებ ღმერთის მოთხოვნილებას. აი მაშინ ვარ ზეცის თვალსაზრისით. მაშინ ვარ წარმატებული. ალო? გასაგებია? კიდე წარმატებული იყო. მოდი თქვი წარმატება. მოდი ვნახოთ ეს სათაური და ვიფიქროთ ამაზე თუ რას ნიშნავს წარმატება ძვირფასებო. ვიცით თუ ამას როგორ უყურებს და როგორ აფასებს წუთის სოფელი, მაგრამ რა თქმა უნდა ძირითადად უნდა დღეს გავაკეთოთ აქცენტი იმაზე თუ ზეცა როგორ უყურებს წარმატებას. ყველას კითხვა რომ დაიშვას უნდა კონდეს ზეციური წარმატება. ამენ. და არ შედის ზეციურ წარმატებაში, რომ აქ უნდა იყო წარუმატებელი და იქ იქნები წარმატებული. ეს არის რელიგიური სიცრუე და
ამას დროსაც არ დაუთმობ. ჰალელუია. ამიტომ მე გაკურთხებთ კიდე ერთხელ ძვირფასებო იესოს სახელით, რომ იყოთ არა მხოლოდ მომსმენი, არამედ შემსრულებელი ღმერთის ცოცხალი სიტყვის. დიდება უფალს. როგორც მაცივარი, რომელიც ფუნქციონირებს, არის მნიშვნელოვანი, ასევე ქრისტიანი, რომელიც ფუნქციონირებს იმ დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, რაც ღმერთს უნდა, არის და ითვლება წარმატებულად. შენი სულის წარმატება არის უმთავრესი, იმიტომ რომ ღმერთი სულია და ადამიანი არის შექმნილი მისი სულის მსგავსად. გესმით? როგორი წარმატებულიც არის შენი სული, ისეთი წარმატებული შეიძლება იყო. თუ არის შენი სული ჯანსაღი, შენი სხეულიც იქნება ჯანსაღი. გესმით? თუ არის მორჩილი, თუ არის თავმდაბალი, თუ არის მსხვერპლიანი, იმიტომ რომ შენ ხარ ღმერთის სულის, ესე ვთქვათ, ანალოგი და ღმერთი ესეთია. ეს საერთოდ მისი ხასიათ ბუნებაა, ძვირფასებო. მესამე წერილი იოანეს, მოდით ვნახოთ. საყვარელო, ლოცულობ რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე. შენი სულის სიჯანსაღე და წარმატება არის განპირობებელი მთლიანად შენი წარმატების. რა რეზონია, მეგობრებო, გქონდეს ძალიან ბევრი და იყო დასნეულებული ავადმყოფი და ვერ სარგებლობდე მისით. გესმით? უფალს უნდა რომ იყო წარმატებული და მას შეუძლია აბსოლუტურად. ამიტომ უნდა მისცეს საშუალება, რომ სულით, შვინვით და სხეულით გაჯანმრთელოს ღმერთმა. საყვარელო, ხო კარგი მიმართვა, იშვიათია ბიბლიაში ძვირფასებო მოფერება. ამიტომ უნდა შეიყვაროთ ეს მუხლი. მიეცი საშუალება, რომ ღმერთმა თავისი მისია აღასრულოს შენზე. წარმატება არის ღვთიური პრინციპი და ხასიათი. ეს არ არის რაღაც ადამიანის სურვილი და მისწრაფება მხოლოდ. წარუმატებლობა არ მიაქვს ძველ წელს და წარმატებას არ მოგიტანს ახალი წელი. დავწმუნდი თამაში? წაიღო წარუმატებლობა 2024-მა. ისევ ხომ შენს გვერდით ძინავს ბალეშზე. შენს ცხოვრებაშია, შენს ჯიბეშია, შენს ნალიაშია, შენს სათავსოშია. არავინ არ წაიღებს და არავინ არ მოგიტანს წარმატებას. შენ ხარ უმთავრესი ფიგურანტი ამაში. ფულის და სიმდიდრის ქონა არ არის ძვირფასებო მხოლოდ წარმატება. გახსოვთ ხო, იგავში არის ესეთი განსაკუთრებული მითითება, რომ ხმელაპური და სიმშვიდეს ჯობს, ნასუქავ საკლავს და დავიდარებას სახლში. ვინმე თანხმება? ჯობს. ჰალელუია. რატო თქვა ეს ღმერთმა? ღმერთს არ უთქვამს, რომ თუ გინდა რომ არ კონდეს დავიდარება და კონდეს სიმშვიდე, მარტო ხმელაპური. ცივი ჭადის ქერეჭი ჭამე. სხვანაირად ვერ გექნება. არა ძვირფასებო, მაგრამ იცი, არის მომენტი, როდესაც შენ უნდა დაინახო რა ჯობს და რა არის უკეთესი. უკეთესი ყოველთვის ჯობს კარგს. დაიმახსოვრეთ ეს. ნამდვილი, ესე ვთქვათ, ორიგინალი დედანი წარმატების არის მცდელობა ღმერთთან სიახლოვის. თუ გინდა იყო წარმატებული,
უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კავშირში და ახლოს ღმერთთან. მუდმივად ღმერთის გარეშე წარმატება არის აბსოლუტურად გამორიცხული. წარმატება ზეციური, ზებუნებრივი, ღვთაებრივი. რატომ იყო ღმერთი ნოესთან? იმიტომ რომ ის იყო ღმერთთან. ნოე იყო ღმერთთან, ძვირფასებო. ვინც არის ღმერთთან, ღმერთი არ მოშორდება. რატომ იყო ღმერთი ა ブラ ამთან? ამიტომ რომ ა ブラ ამი იყო ღმერთთან, ძვირფასო. ჰალელუია. რატომ იყო ღმერთი იოსებთან? ამიტომ რომ იოსები იყო ღმერთთან. ის იყო ღმერთთან. ორმოში, როდესაც ჩააგდეს, ის იყო მანამდე, როდესაც ძმები ავიწროვებდნენ, ის იყო პოტიფარის სახლშიც ღმერთთან და არა მხოლოდ გასაჭირში, ის განცხრომაშიც იყო ღმერთთან. და ბოლოს ის აღმოჩნდა ციხეში, ძვირფასებო. მოდით ნახოთ დაბადების 39 თავი. აღარაფერზე ზრუნავდა საპყრობილის უფროსი, რადგან უფალი იყო იოსებთან და რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი. რა თბილი სიტყვებია. მოგათფო? გაგითფო გული? კიდე? გაგითფოს გული ამ სიტყვა? ნახეთ? რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში წარმატებას ანიჭებდა უფალი. კიდე რა საქმესაც რომ არ მოკიდო ხელი. არ არსებობს საქმე. შეეხე და წარმატება მოგცა ღმერთმა. გინდა ეს? ამიტომ რომ იცი ჩვენ გვიწნია ძვირფასო მარცხი ძალიან ბევრ საქმეში. მოგვიკიდია ხელი, მანამდე მომზადებულ ვართ, ოცნებობდით, მაგრამ წარუმატებლობა. იმდენად კონცენტრირებულია ადამიანი რაღაც საქმეზე, იმიტომ რომ იცის, იმიტომ რომ დაევალა, იმიტომ რომ შეიძლება კომპეტენტურია. უნდა იცოდე ღმერთის გარეშე აბსოლუტურად არ არსებობს წარმატება. შეიძლება რაღაც გააკეთო, მაგრამ თავარია უფალმა მოგანიჭოს წარმატება. თუ უფალი არ მოგანიჭებს წარმატებას, ეს ყველაფერი არის დროებითი გაქრება. როგორც დროებითია თოვლი, ზაფხული აქრობს, ყინვას ადნობს. როგორც დროებითია ზაფხული სითბო, შემოდგომა აქრობს, აღარ არის. როგორც დროებითია ფული, აღარ არის. ის თუ არის, რამოდენიმე წამში აღარ არის. ამიტომ არ არის ფული წარმატება, ძვირფასებო. არასოდეს არ ყოფილა და არ იქნება ფული წარმატება, იმიტომ რომ წარმატება იცით რა არის, რაც მუდმივად არის. ჰალელუია. ამიტომ ნახეთ, რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ყველაფერში, თქვი ყველაფერში წარმატებას აღწევდა, იმიტომ რომ უფალი ანიჭებდა ამ წარმატებას. თუ დიდ წარმატებას უმიზნებ, მაშინ ღმერთის პრინციპი მინდა შეგახსენო. გინდა დიდი წარმატება? უნდა იყო ერთგული მცირედში. რაც ღმერთმა მოგანდო და ის დასაწყისში მცირედს გაძლევს, თუ იმაში ერთგული არ ხარ ბოლომდე, რამდენ ხანს ეს შენი საქმე არ არის. შენთვის არ არის საჭირო იცოდე ვადები და დროები. სადამდეც უფალი გადაწყვეტს, თუ ერთგული ხარ ამ მცირედში, მაშინ განწერული ხარ წარმატებისთვის. და ღმერთი გამოგცდის. თავიდან მოგიწევს ყველაფრის დაწყება. თუ გინდა ზეციური წარმატება, ღმერთი არ გაგაგრძელებინებს, თუ არ უერთგულე ბოლომდე. ამიტომ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, ძალიან კარგი დასაწყისია მცირედში რომ იყო ერთგული. ალეო?
ღმერთს თავისი პრინციპი აქვს ძვირფასნო. ეშმაკს თავისი პრინციპი აქვს. იცით ეშმაკს რა უნდა? რატომ თავაზობს დროებით წარმატებას ადამიანს? იმიტომ რომ მას უნდა მოპაროს მარადიული წარმატება ღმერთისგან დაგეგმილი ყოველი ადამიანისთვის. ეშმაკის მისია მოგპაროს მარადიული წარმატება. ამიტომ ის ეცდება რაღაცით ჩაანაცვლოს. გესმით? მას არ შეუძლია მოგცეს, რა თქმა უნდა, მარადიული წარმატება, ეს ღმერთს უკვე გამზადებული აქვს შენთვის და ეშმაკის მისია რომ მოგპაროს მარადიული წარმატება. ჰალელუია. ამიტომ იყავი ერთგული მცირედში, რამდენსაც უფალე მოგთხოვს. რამდენ ხანსაც გექნება ეს მცირედი. იმაში უერთგულე და ღმერთს აქვს გზები, თუ როგორ ივარჯიშო ერთგულებაში ძვირფასნო. მან დააწესა ბიბლიური კანონმდებლობით რამოდენიმე მიმართულება ფინანსების და საერთოდ შენი ცხოვრების. მეათედი შესაწირავი რაღაც ქველმოქმედებები. თუ ამ მცირედში ერთგული ხარ და ეშმაკი ფხიზლობს, რომ რაღაცაში, ესე ვთქვათ, კვანტი გამოგიდოს, რომ არ იყო ერთგული. ვერ გააგრძელებ იმ პოზიციიდან. ჩაგეყარა ყველაფერი წყალში, თავიდან უნდა დაიწყო. ამიტომ გაუფრთხილი შენსავე მომავალს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი. ღმერთზე ჩამოშორება არის მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებლობა და არა მხოლოდ წარუმატებლობა. საერთოდ დაღუპვა ძვირფასნო. ტიმოთე გვეუბნება, მოციქული პავლე ტიმოთეს ეუბნება, რომ გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელში, მახეშიებმებიან და ნადგურდებიან, იღუპებიან. მოციქული პავლე აფრთხილებს ეკლესიას. ჩვენ ვართ ეკლესია ღმერთის. გამდიდრების მსურველნი ცვივიან სხვადასხვა განსაცდელში, ერთ განსაცდელში კი არა. ვის უნდა ერთი განსაცდელი? არავის. დაგწერია სხვადასხვა და მრავალ. მახეშიებმებიან, პირველ ტიმოთეს მე-6 თავშია მერე ნახეთ. იღუპებიან, ნადგურდებიან. ამიტომ წარმატება ძვირფასებო აქედან გამომდინარე არის ყველაზე დიდი მაცდუნებელი. ამიტომაც უწოდა იესომ მამონა. იმიტომ რომ იმას ეთაყვანება ხალხი. ძვირფასებო ნახეთ, დავითი იყო წარმატებული. იყო ძალიან წარმატებული. მოდით ნახოთ მე-18 თავში რამოდენიმე მუხლი. მე-5 მუხლი. ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს აბამი, ხალხსაც და საულის მსახურთაც. სადაც კი გაგზავნიდა, წარმატებას აღწევდა. რატო აღწევდა ძვირფასებო წარმატებას? იმიტომ რომ ისე აკეთებდა, როგორც მეფე ეუბნებოდა. ისე არასოდეს არ აკეთებდა, როგორც მას აწყობდა, მას ეხერხებოდა, მას უნდოდა. წარმატებას არ მოგცემს უფალი, თუ ზედმიწევნით არ გააკეთებ, როგორც უნდა. ამენ? ესე რომ არ გაეკეთებინა ნოეს კიდობანი, დაიღუპებოდა მთელი კაცობრიობა. აი ამიტომ არის იმდენი წარმოუდგენელი, მიუღებელი. ერთგვარი შინაგანი ალერგიული სიზუსტეები ბიბლიაში, რაც საჭიროა ვამბობდი ადრე. წარმატებისთვის. არაფერში არ არის საჭირო. ძვირფასებო დაიმახსოვრეთ გთხოვთ. პატარა ველოსიპედსაც ბავშვი ვერ წაიყვანს, თუ ის არ მართა მან. თუნდაც ელექტრო იყოს, თუნდაც არ იყოს სატრიალებელი ფეხით ეს მექანიზმი. აუცილებლად სჭირდება საჭეს მართვა, ამენ, და დამუხრუჭება. კიდობანს არ ქონდა საჭე.
კიდობას არ მართავდა ნოე და მით უმეტეს ცხოველები. ეს იყო ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დიდი, ძალიან დიდი იმ კონსტრუქცია. მას ღმერთი მართავდა დასაწყისიდან ბოლომდე აბსოლუტურად 100%. ენდობი ღმერთს რომ მართო შენი ცხოვრება. აბა რა უნდა, საიდან შემოგიძრა იქ? რა ხორელი დატოვე რომ ეშმაკი შემოგიძრა? და აღარ აკეთებ, რასაც ის გეუბნება. ან შენებურად აკეთებ. და მაინც ელოდები წარმატებას? ალო! ჩემთან ხართ? მე ანდობ შეცხოვრებას ღმერთს, ისე რომ არც კითხო, ეხლა იქეთ რატო გაუხვია, ეხლა იქ რა ის არის მოსალოდნელი შტორმი, აქეთ ზვირთები გადაგარჩენს და გიხსნის თუ არა. მე ანდობ შენ ცხოვრებას მას. არ უსწავლია, ყველაფერი ასწავლა ღმერთმა და არ უსწავლია თუ როგორ ემართა ის გემი. ამენ. გინდა წარმატებას მიაღწიო. უნდა გაიარო პრობლემები. კი არ უნდა იცოდე პრობლემაზე. უნდა გაიარო თავიდან ბოლომდე. ნახეთ 30 მუხლი. გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნის საბრძოლველად და როცა გამოვიდოდნენ საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი. დავითი არ ემსახურებოდა ღმერთს წარმატება რომ მიიღწია. დავითი ემსახურებოდა ღმერთს, იმით რომ უყვარდა. და ამის გამო ღმერთი წარმატებას აძლევდა. არასოდეს არ იშრომო წარმატებისთვის. ჰალელუია! ღმერთი სიყვარულით აკეთე ყველაფერი. სიყვარულით აკეთე. პატივად ჩათვალე. ამენ. და არა იმიტომ რომ მოდი ეკლესიაში წავალ რა. შენ აქ სიყვარულით უნდა მოდიოდე, სიყვარულით უნდა იждე, სიყვარულით უნდა აკეთებდე, სიყვარულით უნდა მოქმედებდე, ფიქრობდე. არ უნდა ღმერთს არაფერი რაც არის ინსტინქტურად. მოთხოვნილებისამებრ. გესმით? რიტუალის ჩატარებისთვის. სოლომონიც წარმატებული იყო ძვირფასებო მისი მემკვიდრე და უფრო მეტად წარმატებული. მაგრამ რამაც თუნა სწორედ ამ წარმატებამ. გესმით? ამიტომ ღმერთი ჯერ გამზადებს რამდენად შეძლებ რომ ზიდო წარმატება და მერე დაიწყებს მის გამრავლებას რომ შენი მეშვეობით წარმატება მისცეს სხვას, ვისაც ჭირდება და რომ ნიმუში იყო წარმატების სხვებისთვის. რისი ნიმუში ხარ დღეს? როგორ ელოდება ღმერთი რომ იყო ნიმუში? მორჩილების, ერთგულების. ამენ. და როგორ ადვილია რომ იყო ურჩი? ძალიან ადვილია იყო ურჩი. ძალიან ადვილია იყო მოღალატე და ორგული. ძალიან ადვილია იყო ამპარტავანი. თავის მაქებარი. გესმით? მეუტევებელი, თავის მმართველებელი, გადამბრალებელი. ძალიან ადვილია იყო ზარმაცი. სწავლაც არ უნდა. იყო თავნება და თავაშვებული. ამაზე ადვილი არ არსებობს არაფერი. ლამის სუნთქვაზე ადვილია. ზოგს უჭირს სუნთქვა და ეს კლავს კიდეც. გესმით? ესავი წარმატებული იყო. სამსონი წარმატებული იყო ძვირფასებო.
არ იყო დაჩაჩანაკებული ღარიბი, ავადმყოფი. უძლიერესი იყო. საული წარმატებული მეფე იყო. არაფრისგან გაიღვიძა წარმატებულ მეფედ. როგორია უფალი. ჰამანი წარმატებული იყო და დაღუპა მისმა წარმატებამ. უფრო მეტი მოუნდა. ეს იგივეა, რომ კიდობანში დაეწყო მანევრირების მცდელობა ნოეს. მიანდე უფალ შენი წარმატება. ამენ. დაგუპავს. გეხაზი წარმატებული იყო. და ბევრი მეფე წარმატებული იყო. მოდით ნახოთ მეორე მოსაზრება. რომ უკეთესი ხერხი წარმატების მისაღწევად არის, რომ მიუყვეთ იმ რჩევებს, რომლებსაც სხვებს ვაძლევთ. ყველაზე კარგი ხერხი, რომ იყო წარმატებული. სხვა რჩევას ხო აძლევდა ჭკუას ასწავლე. შენ თვითონ დაიწყე შენ თვითონ და მერე ძალმოსილი გახდება შენი რჩევა. გინდა წარმატებული იყო. რასაც სხვას ასწავლე ის გააკეთე. ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას, როგორ ვიყო წარმატებული ქრისტიანი. ხო არ ეტყვი რომ იცხოვრე როგორც მე, იმიტომ რომ გაქვს ლაფსუსები. ხო? აი რო გითხრას, როგორ უნდა იყო ბიბლიასთან მიმართებაში. შეგიძლია თქვა მომბაძე მე? თუ მყარად შეგიძლია წიო ხელი. ლოცვებში მომბაძე მე. ფინანსებში მომბაძე მე. თავმდაბლობაში მომბაძე მე. შეგიძლია ეს თქვა? ხო მეტყვი, ნუ უფრო უკეთესი უნდა იყო. კიდე შენაც გახდა ისეთი. ხო მიხვდი რომ არ ხარ. მაშინ შენ თვითონ გააკეთე ის. და მე უთხარი რომ ესე უნდა მოიქცე. ამენ. მოდით შემდეგი მოსაზრება ვნახოთ. შეცდომა, რომელიც გასწავლის თავმდაბლობას უკეთესია, ვიდრე წარმატება, რომელიც ხდის ამპარტავანს. წარმატება სახიფათოა ძვირფასებო. თუ არ უნდა მიენდო უფალს, ესეთი წარმატება არის ძალიან სახიფათო. როგორ რეაგირებ წარმატებაზე? დღეს ღმერთი ჭირდებათ არა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენონ წარმატების და კურთხევის მიღწევაში. აი როგორც ძალიან ბევრი ვიცი ძვირფასებო, მეათეც იმითო იხდის, რომ ამით წარმატება ნახა, იმითო სწირავს, რომ აი როგორც ეს აზარტული ის რო არის, ავტომატური მანქანა. ბიჭო, ვიღაცა მოიგო მეზობელმა და მოდი მეც ჩავყრი და ნუ სულ ეჩხაკუნებიან. ხუმარჯები ეგრეთ წოდებული. ღმერთი ესეთი აპარატი არ არის. ამენ. ღმერთს ვერავინ ვერ გამოიყენებს. ნახეთ იობი რა მაგარ რაღაცას ამბობს ვიფასნო. ნახოთ. ის ამსხრევს ცბიერთა გეგმებს და ვერ აღწევენ წარმატებას მათი ხელნი. ადამიანი, რომელიც ეცდება ღმერთი გამოიყენოს, პირიქით დაიღუპება. შენ კიდევ ერთხელ გეუბნები, ყველაფერი აკეთე სიყვარულისთვის. და ემახსოვრე ეს მუხლი. წარმატების დაწყება შენ ცხოვრებაში ჭირდება მონანიება. გინდა დაიწყო წარმატებული ცხოვრება და 2025 რო იყოს წარმატებული შენ ცხოვრებაში, ვის უნდა ეს? სერიოზულად. მოდი ვნახოთ იგავი რას გვასწავლის. ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება. ვის უნდა რომ არ კონდეს წარმატება? არავის. აბა რატომ მალავ დანაშაულს? სად მალავ?
ვისთვის მალავ? შენთვის? ვის უმალავ? თითი პირში მცხვენია, ნახე ყურები მიწითლდება, როგორ თქვა? არ თქვა, წარმატება არ გექნება უბრალოდ. ამიტომ ყველაფერს რო ამბობდე, წარმატებული იქნები. და თუ ამას არ გააკეთებ, ძალიან დიდ პრობლემაში აღმოჩნდები, სერიოზულ ჩიხში. ამიტომ ამბობს უფალი, რომ ერთმანეთის წინაშე აღიარეთ ცოდვები. რომ განიკურნოთ. ნუ ველოდები რომ ცხებული ან წემსი მოვა და ის დაგასხა მზეც და განიკურნები. ნებისმიერს უნდა მიმართვები, რომ კურნალი ღმერთია. მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას პოვებს. ნახეთ რას ვაკეთებ დანაშაულს, ჯერ უნდა ვაღიაროთ. არიან ქრისტიანები ძვირფასებო. აი ერთი და იგივე ადგილზე რო ტრიალებენ, სრიალებენ. აღიარებს, მაგრამ მაინც რჩება იმ ცოდვაში. რა ვქნა? პასტორო, ხომ არ გიმალავ, არა ვამბობ, რომ ესეთი ვარ. საერთოდ აღარ არიან ესეთი კატეგორიის ხალხი ორბიტაზე უფლის. დაღუპული არიან, ეშმაკს ლაგამი აქვს ამოდებული. აღიარებს? ხო ჯობია ვინც მალავს, იმას აღიარება კაცო. მაგრამ ნახე, წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია მიატოვო. ამენ? თუ არ აღიარებ და მიატოვებ, ის გამოგიძვრება ისევ. შეწყვიტე ბიბლიის მიმატება და მოკლება. ან გადაწერა, როგორც არის, ისე წაიკითხე და ის შეასრულე რაც წერია. ამიტომ თუ გინდა დაიწყოს წარმატება შენ ცხოვრებაში, აღიარე, მიატოვე და დაელოდე. დიდება უფალს. მოდით შემდეგი მოსაზრება ვნახოთ. აბრაამ ლინკოლნი. ბიბლია ეს არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი ღმერთის მიერ ბოძებული ადამიანზე. მის გარეშე ჩვენ ვერ დავინახავდით სიმართლეს და სიცრუეს, სწორმართალს. და თუ ჩვენ მოქმედებთ სიმართლით, მაგრამ მაშინ ჩვენთან არის ღმერთი. და თუ ჩვენთან არის ღმერთი, მაშინ ჩვენ ვართ განწირული წარმატებისთვის. რა მაგარია. ეს იყო კაცი. ღვთისმოშიში და მორწმუნე. თუ ბიბლიას არ კითხულობ, მაშინ არ იცი რა არის სწორი და რა არის არასწორი. ერთხელ რო წავიკითხე, წამაკითხინეს ძალით რაღაც 15 წლის წინ. არა, ყოველ დღე ხო ტელევიზორს უყურებ, რა ხდება დუნიაში. იმაზე უფრო მეტად თუ ღმერთს მიუბრუნდები. ღმერთი ამბობს თუ რატომ ხდება. ტელევიზორი გეუბნება რა ხდება. მაგრამ ღმერთს აქვს პასუხი რატო ხდება. ამენ? ამიტომ რაში გაინტერესებს რა ხდება. რატომ ხდება ის იცოდე. და შენ რა როლი გაქვს ამაში. დიდება უფალს. იესუა ამბობს პირველ თავში ძვირფასებო ძალიან ცნობილ სიტყვებს. მოდი ვნახოთ. ოღონდ განმტკიცდი და ძალზე გამხნევდი, რათა დაეცვა აღსასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გამცნო მოსემ ჩემმა მსახურმა. ნუ გადაახვევ მისგან ნურს მარცხნივ და ნურს მარჯვნივ, რათა წარმატებას მიაღწიო ყველგან, სადაც მიხვალ. და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ. აი ავყია რო არ იყო. შენს ბაგეს არ მოშორდეს რჯულის წიგნი. დღე და ღამე მასე იფიქრე. რაზე ფიქრობ დღე და ღამე? წარმატებაზე? რომ იფხიზლო ყოველივე მაშინ ჩაწერილის აღსასრულებლად. აი რისთვის უნდა იფხიზლო? რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზაზე. მაშინ მიაღწევ წარმატებას. გინდა მიაღწიო წარმატებას. არ მოშორდეს შენს თვალებს ბიბლია. შენს ყურებს ესხოდეს ბიბლია. შენი ბაგე აღიარებდეს და იმეორებდეს ბიბლიას. დღე და ღამე ფხიზლებდე მის აღსასრულებლად. კითხვისთვის არა, შემსრულებელი გახდი. და მაშინ მიაღწევო წარმატებას. გინდა წარმატებას მიაღწიო. ძვირფასებო ნახე როგორ წერია, კი არ დაგეცემა თავზე წარმატება, უნდა მიაღწიო წარმატებას და რომ მიაღწიო,
რო ახვიდე ხეზე და მიაღწიო რომ ხურმა მოწყვიტო ან ყურძენი. უნდა მოემზადო ამისთვის. რაღაცა უნდა მიატოვო. ამენ. ამენ. ტელევიზორი მიატოვო უნდა. ან მოიკიდე და წადე მაშინ. ყველაფერი უნდა მიატოვო. თუ გინდა მიაღწიო წარმატებას. ხალევს ღმერთმა აღუთქვა ვინცა, მაგრამ კი არ უთხრა მე შენ გააძლევ. უთხრა დაიბყარეო, მიაღწიე. წარმატება გინდა? და თუ თქვა უფალმა მიაღწიე, ესე იგი შეგიძლია რომ მიაღწიო. ამენ. მომყვებით ძვირფასებო. მომყვებით. ალო. ჩემთან ხართ? თქვი ჰალელუია. მოდი ხმამაღლა თქვი ჰალელუია. ომახიანად, ერთად. ჰალელუია. ამენ. კარგია. გახდი ნაწილი ბიბლიის, ანუ ეკლესიის, ანუ უფლის. მოსე უარი თქვა ყოველგვარ წარმატებულ ცხოვრებაზე და წავიდა კომფორტიდან ღმერთთან ძვირფასნო. აბსოლუტური კომფორტიდან, წარმოუდგენელი. მოდით ნახოთ რიკო ოურენსაც აქვს კარგი გამონათქვამი. ღვთის თვალში რწმენის უდიდესი გმირები ისინი კი არ არიან, ვინც კეთილდღეობას, წარმატებას და ძალაუფლებას აღწევენ ამ ქვეყნად. არამედ ისინი, ვინც ცხოვრებას დროებით დავალებად აღიქვამენ და ღმერთს ერთგულად ემსახურებიან, მოელიან აღთქმულ ჯილდოს მარადისობაში. ძალიან კარგი სიტყვა, კარგი ციტატაა. მოსემ მიატოვა კომფორტი და წავიდა ღმერთთან. რა აზრი აქვს სად მიხმობს ღმერთი? ეს იქნება აბობოქრებული წყალი, ეს იქნება უდაბნო, ეს იქნება დამცირებული პოზიცია. თავარია ღმერთთან ვიყო. ამენ. გინდა წარმატება. უნდა გაიარო. ამიტომ ამბობს იესო, მიატოვე ყველაფერი, აიღე შენი ჯვარი და გამომყევი. სხვანაირად არ არსებობს წარმატება. სხვანაირად ყველაფერი არის ტვირთი, რომელიც შენს დაგღუპავს და ვინც ყავს მოკიდებული იმასაც. შეიძლება ოჯახიც იყოს ეს. პეტრემ მიატოვა ძვირფასნო. პავლემ მიატოვა. რის ხარჯზე უფრთხილდები რეპუტაციას. მოდი ვნახოთ. შემდეგი. პირველი ეკლესია დადიოდა ხელ ჩაკიდებული შევიწროებასთან, ციხესთან და დევნასთან. დღევანდელი ეკლესია დადის ხელ ჩაკიდებული ეკონომიურ აყვავებასთან, ინდივიდუალიზმთან და პოპულარობასთან. ეთანხმებით? წარმატებას ეძებს დღეს ადამიანი. არადა ნამდვილი და მარადიული წარმატება უფალშია. მაგრამ არ უნდა შევიწროება, დამცირება, ციხე. გესმენთ? დევნები, იესომ რა თქვა? მე მდევნი თქვენ და თქვენს გაგდევნია. რატო არის დევნები? ჯერ უნდა დაიწყოს დევნა შენი სამზარეულოდან, მერე ლოგინიდან, შენი ბუდიდან. ჩიტი ბარტყს უნგრევს ბუდეს. და შეიძლება მას გონია რომ იღუპება და ღუპავს დედა, რომელიც კვებავდა, მაგრამ რომ არ დაიღუპოს, იმიტომ უნგრევს. კომფორტი აუცილებლად დაინგრევა, ნუ აშენებ იმას. ეს არ არის წარმატება. ეს არის ტყვეობა. უბრალოდ კომფორტული ტყვეობა ქვია ამას რეალურად. რომელიც ძალიან ცუდად დამთავრდება. ჰალელუია.
ძირფასებო, დანიელზე იცით რა წერია მე-6 თავში? ის წარმატებული მსახური იყო. დანიელი ორ მეფესთან, ორ იმპერატორთან, ორ იმპერიაში მოუწია მოღვაწეობა და ორივესთან იყო წარმატებული. რატო? კი არ ელაქუცებოდა, როგორც პირველ სურათში გვქონდა ჩვენ. ღმერთს არ ტოვებდა და ამის გამო მისცა იმპერიამ წარმატება. ნუ ეცდები, რომ წარმატება მიიღო ადამიანისგან. მონახტები მისი, ვინც წარმატებას გაძლევს. ვის უნდა ღმერთის მონა იყოს? მას აქვს შენთვის წარმატება და მისი მონა გახდი. ის არ წაგართმევს და არ დაგამადლის. დიდება უფალს. ნალი თილისმა წარმატების. კი არ არის წარმატება. ხო იცით ერთმა რო თქვა, მაშინ ყველაზე წარმატებული და ბედნიერი უნდა იყოს ვირი. პირიქით, ჩემ გაიკეთეო ეს ნალი და იმუშავე, რომ წარმატებული გახდე. დაამარცხე სიზარმაცე, ამენ, სიჯიუტე დაამარცხე. იყავი მსახური, კი არ გამოძვრე. პირიქით, ეძებე საქმე, რომ ემსახურო. ამიტომ მსახურს აძლევს წარმატებას უფალი. ესაია 52:13. აჰა, წარმატებული იქნება ჩემი მსახური, ამაღლდება, აიწევა და დიდად აღზევდება. ჩემი მსახურიო, ამბობს უფალი. ყოველ ჯერზე, როდესაც არ ნებდები, უთხარი შენს გვერდით ვინც ის არ დანებდე. ყოველ ჯერზე, როდესაც არ ნებდები და სიტუაცია გაიძულებს, რომ დანებდე. დანებდე, რომ გრაფიკიდან ამოვარდე და აღარ წაიკითხო. მე გააგზელებ რა უჭირს კაცო, დაეწევი. რომ ლოცვას მოუკლო, არ შესწირო, იმიტომ ეხლა საჭიროება გაქვს კაცო ამდენი. არ მიუტევო, იმიტომ არ დაიმცირო თავიდანვე შენ მართალი ხარ. არ შეიყვარო, აი მას ბძულ ვარ და არ ვიცი ბევრი. ყოველ ჯერზე, როდესაც არ ნებდები, ღმერთი გაახლოვებს წარმატებასთან. ყოველ ჯერზე, როდესაც არ ნებდები, ნაბიჯ უახლოვდები იმ წარმატებას, რომელსაც არ გაჩვენებს ღმერთი, თორე გაიქცევი. სამაგოდ ეშმაკი გაჩვენებს წარმატებას და იქ ხარ უკვე. ყულთი შემოჭერილი გაქვს კისერზე და დახრჩობას დაიწყობს მალე. ხათრი, კომპრომისები, ყველგან თავის და ყველასთვის თავის მოწონება, წუთისოფლის შეყვარება, ნუ გიყვარსო წუთისოფელი, ხო? თავნებობა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობა. მოგიტას წარუმატებლობას. ამიტომ ის გაშორებს ღმერთის ნებას და სიტყვას. გახდი მიზან მიმართულად მიზღვნილი. ცუდი საზოგადოება ყრნის, კეთილს ნეჩვევას. მისდია ბიბლიას. პირველი ფსალმურიდან მოდით ნახოთ უმნიშვნელოვანესი მუხლი ძვირფასებო. უფლის რჯულშია მისი სიამე და დღედაღამ მის ჯულზე ფიქრობს. ვისაც უნდა წარმატება, ნახეთ. და იქნება იგი წყლის ნაკადებ და დანერგილ ხესავით თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი აჭკნება და ყოველივეში, რასაც იქ წარმატებულია. წარმატებულია რაში? ყოველივე. სამმა კაცმა თქვა მარტო. წარმატებულია ყოველივე. ახლა 7-მა. ყოველივეში წარმატებულია რაში? ყოველივე. ცუდია. ყოველივე. ნუ ცოტა მოფხიზლდით. ჰალელუია. კიდე ყოველივეში წარმატებული იყო. ამინ მაინც თქვით ომახიანად კაცო. ამენ. მიუძღვენი უფალს დიდება. ამენ. ხება მიუძღვენი მას. ყოველივეში წარმატებული იქნები. აი რაც ვერ წარმოგიდგენია იმაში. თუ
რჯულში გექნება სიამოვნება, სიამე, ნეტარება. გესმენთ? აი რაში უნდა იკაიფო? ბიბლიაში. რა არის კაიფი? სიამოვნება. ამენ? ეს აღმოსავლური სიტყვა კაიფი და სიამოვნებას ნიშნავს. რა განიჭებს კაიფს? ბიბლია. ჰალელუია. და თუ ეს იქნება შენთვის კაიფის წყარო, მაშინ ყოველივეში წარმატებული იქნება. ამენ? დიდება უფალს. კარგით, ნელ-ნელა მოდით დავეშვა ძვირფასებო. გახდით დისციპლინირებული. ამენ? გახდით დისციპლინირებული. რა არის დისციპლინა? ხო ვიცით ფორმულირება. დისციპლინა არის რომ აკეთო ის, რაც ძალიან არ გინდა, რომ გააკეთო რათა? თქვი რათა? რათა გახდე ის, რაც ძალიან გინდა. ამენ? გახდე დისციპლინირებული. ამენ? მოდით ნახოთ ძვირფასებო დისციპლინის, აი აისბერგის პრინციპი, ხო ვიცით არა, აისბერგი ჩანს, მაგრამ უფრო მეტი 2/3 ქვემოთ არის და არ ჩანს. წარმატებას ხედავს ყველა და ამბობს, რა მოხდა, რატო არის, მაგრამ ნახე, თვით დისციპლინირება, მსხვერპლიანობა უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის. ღმერთის სიტყვა, შრომის მოყვარეობა, მორჩილება, მიტევება, რომ სწავლობდე მუდამ, ერთგულება, სიკეთე, რისკი და ბევრი ჩამონათვალი აქვს ამას. ამენ? მოდით შემდეგი ადგილი ვნახოთ ძვირფასებო, იგავებშია მგონი. დიახ, გულუხვი კაცი წარმატებული იქნება. უფალი ამბობს, რომ მე გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო. გინდა წარმატებული იყო? გულუხვი იყავი, უხვი. ესე კი არა. 7 ცალის შაქარი მას ესხერა და მერვე თუ გადაყვა იმ პატარა პინცეტით იღებ რომ უკან ისაქნა. ამენ. ნახევარი ჭიქას 1 მომეცი რა და აი ზუსტად უყურებს სინათლეზე ესე რომ რამდენ გრადუსია. გულუხვი იყავი და იმას თუ არა აქვს რომ მოგცეს. უფალი. რამდენი აქვს უფალს? სხვათა დამარწყულებელი თვითონაც დარწყულდება. ძვირფასებო, ნებისმიერი მილი, რომელშიც წყალი გადის, რო გააჭრა, არც ერთი არ არის მშრალი. ყველა სველია, არასოდეს არ მოწყურდება. სხვას არ წყულებს, მაგრამ თვითონ ყოველთვის არის დარწყულებული. იყავი ღმერთის წარმატებული კურთხევის მილი. ამენ? დიდება უფალს. ეგრეთ წოდებული შლანგი. ღებულობთ რამეს დღეს? დიდება უფალს. ღმერთი ირჩევს თუ რომელ საქმეს, რომელ თესს მისცემს შენს დათესილ წარმატებას. ამიტომ ამბობს ეკლესიასთან, რომ დილით დათესე საღამოსაც არ იცი წარმატებას რომელი მოგიტანს. ეშმაკი გეუბნება, არ მომიტანა წარმატება. რა თქმა უნდა შეწყვიტო უნდა. და წყვეთ და ვისუჯერებ. მაგრამ ღმერთი გეუბნება, ბიჭო, აგრძელე შენ, არ იცი რომელი მოგცემს. შენ რო ელოდები, იმას არ მოგცემს უფალი. იქედან მოგცემს, საიდანაც არ ელოდები. და ეს არის ნამდვილი წარმატება. ნამდვილი. ჰალელუია. მთელი გულით ეძებე ღმერთი. გამოსწორდი და შეიცვალე. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო და გამოსწორდე. გინდა გამოსწორდე. რა არის გამოსწორდე? სწორი არა ხარ. დაღუნული ხარ, გესმის? გასწორება რას ნიშნავს? ესე რო ხარ, დაკვანჩხული. გასწორდი, ღმერთს გაუსწორდი. ერთი მეფე იყო, ნახეთ მასე რა წერია ძვირფასებო და ამით მოვრჩეთ. ყველა საქმეში რაც კი წამოიწყო ღვთის სახლის მომსახურებისთვის, რჯული იყო თუ ცნებები, ყველაფერში მთელი გულით ეძებდა თავის ღმერთს და წარმატებას აღწევდა. ჯერ ღმერთი და მერე საქმე.
ეძებე ღმერთი ყველა საქმეში. რა საქმეც არ უნდა დედოს წინ. იმ წუთში ეს კითხვა დაუსვიშენს თავს. აქ ღმერთი სად არის? და თუ არ არის ღმერთი, დაანებე იმ საქმეს თავი. თუ გინდა ძალიან დიდი მოგება მოქონდეს მას. ამენ. ნებისმიერი საქმე. ემდენ ყველა საქმეშიო. მთელი გულით ეძებე. ესე არა. უგულოდ. გესმით? სანახევროდ რა. არა მთელი გულით. ყველაფერი აკეთე როგორც უფლისთვის და არა კაცთათვის. ამენ. რომ უფალმა მოგცეს წარმატება. და ყველა წარმატებულმა თქვა. ამენ. დანარჩენი წარმატებელი ხარ? ვინ არის წარმატებულია? ამენ. ყველა წარმატებულმა თქვა? ამენ. ვიღაც კიდე დარჩა წარმატებელი. ყველა წარმატებულმა თქვა? ამენ. ნუ კარგი, ჩაგითვალე. გაკურთხოთ უფალმა ძვირფასები, მოდით წამოვდგეთ.